იაპონური სამზარეულოს ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი მისო უგემრიელესი წვნიანების საფუძველია. მისოს წვნიანი განსაკუთრებულად არომატულია და განსაკუთრებულ პატივს სცემენ იაპონელები. მოვამზადებ საქონის რბილი ხორცით, დავუმატებ შიტაკის სოკოს, შავ ფუნგუსს, ფერად ბულგარულებს, სტაფილოს და ბრინჯის ლაფშას. ნამდვილად გემრიელი გამოვა. მისოს წვნიანისთვის ვიწყებთ ხორცის მომზადებას. დაგვჭირდება საქონლის ხორცის რბილი ნაწილი, უცხიმო, გრძელი და თხელი ნაჭრები გვჭირდება. თავიდან მაღალ ტემპერატურაზე, ზეთთან ერთად. მე ავირჩიე ღრმა ტაფა, რომელიც მოშუშავს კიდევაც ბოსტნეულს და შემდეგ სითხესთან ერთად იდუღებს. ხორცის ნაჭრები ჯერ მოვბრაწოთ ორივე მხარეს და შემდეგ უკვე დავამატოთ სითხე და ბოსტნეული. თავიდან ვიწყებთ მაღალი ცეცხლით, იმიტომ რომ ხორცი ცოტა მოიბრაწოს და თვითონ შემწვარი ხორცის გემო მისცეს წვნიანს. დავჭრათ ხახვი ერთი თავი. დავუმატოთ ხორცს და 2 წუთი მოვშუშოთ. აი ნახეთ, აი ამ შემწვარი ხორცის წვენში მოიშუშება ეს ხახვი, ანუ არომატი ხორცის კარგად გაუჯდება ბოსტნეულსაც, 3 კვილი ნიორი და დავუმატოთ ხორცს. ამას პირდაპირ ესეც შევჭამდი. 1 ცალი საშუალო ზომის სტაფილო, აი ესე ცერად დავჭრათ, თხელ სლაისებად. დავუმატოთ ხორცს, ვჭრით ბულგარულებს. გავჭრათ შუაზე. დავუმატოთ ბულგარულების ხორცს და მოვშუშოთ 1 წუთი. ეხლა ყველაზე საინტერესო ინგრედიენტების დროა. აქ მაქვს შავი ფუნგუსი, ეს არის სოკო, რომელიც წინასწარ დავალბე წყალში, რადგანაც მშრალია ძალიან, რომ მარტივად დავჭრა. უხეში ნაწილი არ გვჭირდება, უნდა შემოვაჭრათ და ესე დავანაწევროთ. შავ ფუნგუსს ძირითადად აზიურ სამზარეულოში ხმარობენ, წვნიანებშიც და ძირითად კერძებშიც. აქ მაქვს შიტაკის სოკო, რომელიც ჩემი ყველაზე საყვარელი სოკოა. 100 გრამი შიტაკის სოკო საკმარისი იქნება. ესეც წინასწარ წყალში დავალბე. აი ესე უხეშად ვანაწევრებთ. საკმაოდ ისეთი ხორციანი სოკოა და ძალიან არომატული. მე ვფიქრობ, რომ აი ეს უკვე ისედაც დასრულებული კერძია, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესოს გავხდით და წვნიანად ვაქცევთ. კიდევ უფრო იაპონური და აზიური გემო რომ მივცეთ, უნდა დავუმატოთ სოიოს соуსი 1 სუფრის კოვზი. მხოლოდ 1 სუფრის კოვზი სოიოს соуსი, რადგანაც გადამწყვეტი არომატი ამ წვნიანში სოიო არ არის. მისოს პასტა, რომელიც დაახლოებით 50 გრამი უნდა დავუმატოთ. მინდა რომ ზუსტად მისოს გემო დომინირებდეს. რომელსაც აქვს საკმარისი მარილიც იმისთვის, რომ წვნიანს
აღარ დავუმატებთ მარილს. დაახლოებით 9 ლიტრი წყალი. გავხსნათ მისოს პასტა. და რა თქმა უნდა დაღერღილი წიწაკა. ჩავახეხავ ჯინჯერს. საკმაოდ დატვირთული გემო ექნება წვნიანს. ჯინჯერი, მისოს პასტა, დაღერღილი წიწაკა, სოიოს соуსი, ეს ყველაფერი ერთად ქმნის ძალიან ძლიერ არომატს. 5 წუთია უკვე დუღს წვნიანი, კარგად გაუჯდა არომატი. დავუმატოთ ბრინჯის ლაფშა, რომელსაც პირდაპირ ვაგდებთ მდუღარე წვნიანში. დაახლოებით 1 წუთი ჭირდება იმისთვის, რომ მომზადდეს ბრინჯის აი ესეთი წვრილი ლაფშა. სანამ დუღს დავჭრათ მწვანე ხახვი. პატარა კონა მწვანე ხახვის საკმარისი იქნება. და 9 ნორის ფურცელი. ნორი თვითონ არის ზღვის მცენარე, რომელსაც იყენებენ სუშის შესახვევად, მაგრამ მე გამოვიყენებ წვნიანში. ესე უხეშად დავფლითოთ ნორის ფურცელი. ნორის ფურცელს თავისებური არომატი აქვს, როგორც ყველა ზღვის მცენარეს და დავუმატოთ წვნიანს. ერთი წუთი იდუღოს და შეგვიძლია გამოვხდეთ. წვნიანი მზად არის. და ბოლოს ტრადიციულად ესეთ ლაფშისგან დამზადებულ წვნიანში აგდებენ ხოლმე მოხაშულ კვერცხს. ძალიან გემრიელია. ცოტა ცხარეა. მისოს პასტაც იგრძნობა, გემო და არომატი, ნოყიერია და რაც თავარია ძალიან საინტერესო ინგრედიენტებისგან შედგება.